საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საუბარი შეეხოს საკითხს, თუ როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია და როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველოში მოვლენების განვითარება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში უამრავი პოლიტპატიმარია და რეპრესიული კანონების მიღება გრძელდება, დიალოგის სივრცე არ არსებობს. ბოკუჩავას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფუნქცია დიალოგის სივრცის ძიებაა, თუმცა მათ ოპოზიციამ განუმარტა, რომ დღეს არსებულ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის მოლაპარაკების ფორმაზე საუბარი შეუძლებელია და შარლ მიშელი ორი არ იქნება. Ეხლა თქვენ რო გელაპარაკებით, თქო, ჩვენი პოზიცია იყო, შეიძლება ამისთვის სისხლის სამართლის საქმე აღგვიცრამ, ხო? და ეს არ არის მკითხაობა და რაღაცა უბრალოდ მოსაზრება, ხო? ესეც სისხლის სამართლის საქმეები გვაქვს იმ ოთახში ვინც ვისხედით, იმ ადამიანებს ეხლა ვინ შევიდა იმ ადამიანებსაც, ხო, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეში. ამიტომ სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის ფორმატი მოლაპარაკების შეიძლება შედგეს, უბრალოდ შეუძლებელია ვიდრე ეს პრობლემები, რომელიც მათ დაახვავეს პირველ რიგში იმიტომ, რომ მერე ვითომ ეს დათმონდა რაღაცა მიიღონ თვითონ სანაცვლოდ, ხელისუფლებაში სამუდამო ყოფნის ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიღებული აქვს ქართულ ოცნებას, ვიდრე ყოველგვარი დათმის გარეშე განულებული არ იქნება, მანამ საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ რაიმე ტიპის ფორმატი შედგეს. ჩვენ ხაზგასმულად ვამბობთ ყველა ესეთ შეხვედრის დროს, რომ შარლ მიშელი ორი არ იქნება. იქნება მხოლოდ მკაფიო მოლაპარაკებები ქვეყნის ბედზე. ამაზე საუბარი ვისაც უნდა, კი ბატონო, ჩვენ ვალდებული ვართ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ვიდრე გვყავს პოლიტპატიმრები, ვიდრე გვაქვს ნაცემი, მოწამლული და ასე შემდეგ ხალხი და არც ერთი დასჯილი, ამაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია. დილით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებს შეხვდა. გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი შარაშიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დელეგაციას საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ის ვარაუდობს, რომ ეუთო ვიზიტის დასრულების შემდეგ კრიტიკულ დასკვნას წარადგენს. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ ამ ვიზიტს ოცნების ლეგიტიმაციისთვის არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება. როგორც მათ გითხრეს, ამზადებენ სერიოზულ ანგარიშს, რომელიც იქნება გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი, რაც იმედი მაქვს, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკური ვითარების, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ კანონზე, რასაც ღებულობს ოცნება პარლამენტში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ხაზი გაუსვით იმ ფაქტსაც, რომ მიუხედავად ეუთოს კრიტიკული დასკვნისა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ და რეკომენდაციებისა, რაც უნდა გაეთვალისწინებინა ოცნებას, სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ ოცნებას გაეთვალისწინებინა ეს რეკომენდაციები და წინ გადაედგა ნაბიჯები, ჩვენ ვიხილეთ სრულიად საპირისპირო ოცნებისგან, პირიქით უფრო დაამძიმა საარჩევნო, ასე ვთქვათ, გარემო იმ ანტიდემოკრატიული კანონებით და ზოგადად დაამძიმა დემოკრატიული პროცესი ამ ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში მოდის ოცნების საჯარო განცხადებებთან, თითქოს მათ აქვს სურვილი რაღაცა კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის. მანამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტ პერე ჟუან პონის ხელმძღვანელობით ქართული ოცნების დეპუტატებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე ისაუბრეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით კი საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც ქვეყანას აწუხებს. როგორც პერე ჟუან პონმა ჟურნალისტებს უთხრა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მას ყველა მხარესთან ექნება შეხვედრები. პრეზიდენტმა დაანონსა, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართავს, სადაც შედეგებს შეაჯამებს. ჩემთვის პატივია საქართველოს პარლამენტში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში ყოფნა. მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რომ საქართველოს ყველა წარმომადგენელთან თვეების განმავლობაში გამართული საუბრების შემდეგ, ახლა კი ამ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, რომლის განხორციელებაც პრეზიდენტს შეუძლია, ჩვენ გვექნება შეხვედრები ყველა მხარესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციის წევრებთან. ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან გულწრფელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე. ამ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც შედეგებს შევაჯამებთ. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა. ფელად რომ თქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს და ხვალ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და წევრებისგან შემდგარი დელეგაციის ვიზიტის მიზანი იმ საკითხებზე დიალოგის გაგრძელებაა, რომელთა ირგვლივაც მისი მტკიცებით გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდზე, მათ შორის ოპოზიციის ნაწილის მიერ სადეპუტატო მანდატების გაუქმების საკითხზე. ამასთანავე, როგორც ის ამბობს, მხარეებმა განიხილეს
ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და ის აქტუალური თემები, რომლებიც ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას. პირველ ყოვლისა დელეგაციას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები ბორსავითთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ასე ვთქვათ ქმედებებთან თუ განვითარებებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-11 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციამ საკუთარი ოპოზიციამ დემოკრატიის უარყოფით სცადა ძირი გამოითხარა ქართული დემოკრატიისთვის მანდატების გაუქმების გზით. Ქონდა საუბარი მას შემდეგ ყველა საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე და ასე შემდეგ ის რაც ზოგადად დღის წესრიგში დგას ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან არჩევნების შემდგომ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ასე ვთქვათ ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა, თუმცა იყო მაშინ გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა. შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდე ხდებოდა და მომავალშიც იქნება. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვის მექანიზმთან ან ნებისმიერ სხვა თემ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია ასამბლეის პრეზიდენტის პერე ჟუან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით საქართველოს 8 ეწვია. ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება. ასამბლეის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მისცემს შესაძლებლობას ქართველ კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილონ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ასევე დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები.